სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. მორწმუნე ადამიანი გამოირჩევა სრულიად სხვა თვისებებით, ვიდრე ურწმუნო ადამიანი. იგი უფრო ძლიერია. ურწმუნო ადამიანი მსგავსია უსაჭო ხომალდისა, როგორც ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, რომელიც ზღვის ღელვას იქით-აქეთ მოაქვს და მიაქვს. ღუზა ეს არის რწმენა. ღუზა საჭიროა ხომალდისათვის ხარისხლის დროს. სარწმუნოება კი საჭიროა კაცისათვის გააჭიროების დროს, მით უმეტეს ამ პოსტსაბჭო და სივრცის ადამიანებს ჭირდება რწმენა. რომ არა ქრისტეს რწმენა, ჩვენ დიდი ხანია დავიღუპებოდით. ამიტომ გააჭიროების დროს გჭირდება და გააჭიროება ჩვენ არ გვაქვს. ღუზა იმედია, რწმენა იმედია ადამიანისათვის. მით უმეტეს ამ ძიმე ცხოვრებაში. სარწმუნოება ეს არის ღუზა სიმძიმის ცენტრი ადამიანის ცხოვრებაში და სიკეთის საწყისი, ხსნის საწყისი. როცა ადამიანი მით უმეტეს ჩავარდება მძიმე მდგომარეობაში, აი გზა რო ჩაიკეტება, იმედს რო კარგავს, გზა რო აებნევა, უგზო უკლო მდგომარეობაშია, როცა სიკვდილის შიში აქვს, როცა მისი მდგომარეობა სასოწარკვეთილია. ამ დროს ვინ უშველის ადამიანს ქრისტეს გარდა? ეს არის რწმენა. ამიტომ ქრისტიანი არის ის, ვინც ქრისტეს ემსგავსება, ქრისტეს მისდევს, ქრისტეს ცდილობს, რომ მიემსგავსოს მადლით, რამდენად მისთვისაც შესაძლებელია. მაგრამ ცოტა უფრო მეტად უნდა მოინდომოს, იმიტომ რომ ადამიანს უფრო მეტი შეუძლია, ვიდრე მას გონია, რომ შეუძლია. ძალიან ბევრი რამ შეუძლია. იგი დიდი ხატება არის ღვთისა და მსგავსება დავალება აქვს, რომ მიაღწიოს. აზრით, სიტყვით და საქმით, მართებულად იცხოვროს და ადიდოს ყოვლადწმინდა სამება. ეს დიდი დავალება არის ღვთისაგან. როგორც პავლე მოციქული ამბობს, ეს სიტყვები არ შემიძლია რომ არ გავიმეორო თავის კორინთელთა მიმართ პირველ ეპისტოლეში. ვინ გამოგვარჩია ჩვენ, ვინ გამოგარჩია, რა გაქვს, რაც არ მიგიღია. და თუ მიგიღია, რას იკვეხნით, თითქოს არ მიგეღოს. დიახ, უკვე გაძეხით, უკვე გამდიდით. ჩვენს გარშემო გამეფდით და ნეტავ მართლა მეფობდეთ, ჩვენც ვიმეფებდით თქვენთან ერთად, რადგან ვფიქრობ, რომ ჩვენ მოციქულებს ღმერთმა უკანასკნელი ადგილი მოგვეჩინა, როგორც სიკვდილ მისჯილებს. და ქრისტიანებს ეხება ეს, იმიტომ რომ ჩვენ მაინც დევნილები ვართ და არა ამას სოფლისგან განდიდებულები. რადგან სოფლისათვის სანახაობა გავხდით, ანგელოზებისთვისაც და კაცთათვისაც. ჩვენ უგუნურები ვართ ქრისტეს გულისათვის. თქვენ კი ბძენი ხართ, ანუ მიმართავს მის მტრებს და მამხილებლებს და მის დევნილებს. ქრისტეს მიერ ჩვენ უძლურნი ვართ, თქვენ კი ძლიერნი. თუ ეს ძლიერებაა ქრისტეს წინააღმდეგ ბრძოლა. თქვენ დიდებულნი, ჩვენ კი უპატიონი. ჩვენ ამჟამამდე მშიერნი და მწყურვალნი ვართ, შიშველნი და ნაგვემნი და მოხეტიალენი. შრომობთ, ჩვენი ხელებით მუშაობთ, გაგვლანძღავენ, ვლოცავთ. საოცარი სიტყვებია პავლე მოციქული, ეს იყო საოცარი მაგალითია ჩვენთვის. გამგდევნი ან ვითბენთ. სახელს გვითეხენ, გლანძღავენ, ამის წინააღმდეგია, ის იმის წინააღმდეგია, ეს ამის რა ქვია, ოპოზიცია, ის ამის ის ბოროტია, ის არის სახელს გიტეხენ, რომ ეს არ არის კარგი, ეს სუდია, ის არის გალანძღავენ, განგიკითხავენ, სახელს გიტეხენ, ვეფერებით და გავხდით სოფლის განახვეტი, ყველაფრის ნაგავი ვართ დღემდე. ედავთ ეს საოცრება არის, ეს დიდი მეტაფიზიკა. და ამიტომ რას ამბობს, მიმართავს იმათ, თქვენ და შესარცხვენად როდი ვწერ ამასო, მაინც მორიდებით ეუნება. არამედ გასწავლით, რომ იესოს მიერ საყვარელ შვილებს როგორც, რადგან თუნდაც 10,000 აღმზრდელი გყავდეთ ქრისტეს მიერ, მამები ბევრი არ გყავთ, რადგან მე გშვით თქვენ ქრისტე იესოს მიერ სახარებით. აი რა საოცარი სიტყვები პავლე მოციქული. ამიტომ კიდევ ვაგრძელებ ისე პავლე მოციქულის სიტყვებს. რამე თუ მგონებ პირველად ღმერთთან ჩვენ მოციქულნი უკანასკნელად გამოგვაჩინა, ვითარცა სასიკვდინენი, რამე თუ სახილველ მიქმნენით სოფლისა და ანგელოზთა და კაცთა. ჩვენ სულელთ ქრისტესთვის, ხოლო თქვენ ბრძენ ქრისტეს მიერ. ჩვენ უძლურ, ხოლო თქვენ ძლიერ. თქვენ დიდებულ, ხოლო ჩვენ გინებულ.
ვიდრე აქა ჟამადმდე გვიშევსსა და წყურისსა და შიშველ ვართ და ვიქენჯნებით და განუსვენებელ ვართ და ვშვრებით რამე თუ ვიქმთ ხელითა ჩვენითა მაგინებელთა ჩვენთა ვაყურთხებთ ვინც გვაგინებს განგვიკითხავს გვჭორავს და ცუდს ამბობს ჩვენზე ყოველ ჩვენთაგანზე ეს ისეთი ეს იმის ის არის ეს არ არის ის არ ჯდება იმ სტანდარტში ეს ისეთი ის არ არის ეს არის სხვა აზრის ეს ჩვენიანი არ არის ეს უცხოა არ არის ჩვენი მონათესავე და ასე არა მაგინებელთა ჩვენთა ვაყურთხებთ ვიდევნებით და თავს ვიდევნით გმობართა ჩვენთა ვლოცავთ ხედავთ პავლე მოციქულია რომელსაც თავი დადო ქრისტეს გმობართა ჩვენთა ულოცავთ ვითაცა ნარჩევნი სოფლისანი შევიქმნენი ყოველთა ნასხურ მოაქამდე ამიტომ ეს საოცარი სიტყვები თანაგანცდისა ქრისტესთან ერთად თანაგანცდისა ყოფნისა იმიტომ რომ ქრისტე ეს არის სიყვარულის მსხვერპლი და სიყვარულის თვითონ მაგალითი როგორც იოანე ღვთისმეტყველი მინდა გავიხსენოთ ჩვენი ტაძრის ანგელოზი მისი ეპისტოლე პირველი როგორი სიყვარული მოგცა მამამ რათა გვეწოდოს და ვიყოთ ღვთის შვილები და ვართ კიდეც სოფელი იმიტომ არ გიცნობს თქვენ რომ ვერ შეიცნო იგი იმიტომ გდევნით თქვენ რომ პირველად იმისდევნეს იმიტომ არ უყვარხართ თქვენ სოფელს და გძულობთ თქვენ და გაჭირვებულები ვართ ქრისტიანები იმიტომ რომ პირველად ის მოიძულა ის აი ზევით რო არის ის მოიძულა და ამავე დროს ჩვენ შორის არის ყოველგან არც ყოველსევე აღავსებს და ქრისტიანს ჩვენ შორის ვამბობთ არც და აი ის მოიძულა პირველად მაგრამ ღვთის შვილებად ყოფნის საშუალება და შანსი მოგცა როგორც იოანე ღვთისმეტყველი ამბობს ყოველი ცოდვის ჩამდენი უკანონობასაც ჩადის და ცოდვა უკანონობაა თქვენ იცით რომ იგი ანუ ქრისტე გამოჩნდა რათა ეტვირთა ჩვენი ცოდვები იმიტომ მოვიდა რომ ეტვირთა ჩვენი ცოდვები და რომ მასში არ არის ცოდვა ქრისტეში და ყოველი ვინც რჩება მასში არ შესწოდავს თქვენ თუ სულ ქრისტეში იქნებოდეთ დღესაც ხო ეზიარებთ თქვენ ყველა ცოდვა მიგეტევებთ და იქნებით წმინდა იმიტომ რომ ეხლა მე მაინც ვიდებ ცოდვებს გასაგებია მაგრამ ეს ცეცხლი შეეხება მაგათი ჩვენ და ყოველთა ჩვენთა უძლებას დასწავს და განაგებს ეს არის ფაქტი სულიერი მისტიკური ფაქტი დასწავს და განაგებს და წმინდა ხდება ადამიანი როგორც ნაკვერჩხალი ამ როგორც ცეცხლია მასში არც ერთ შემწოდეს არ უხილავს იგი და არც იცის იგი შვილებო მურავინ გასტუნებთ სიმართლის მოქმედი მართალია ისევე როგორც ის არის მართალი ანუ ქრისტე ცოდვის ჩამდენი ეშმაკისაგან არის დღეს ძალიან გაძლიერდა ეშმაკისეული ბრძოლები ძალიან ისეთ და ღამით დემონური ბრძოლები ადამიანებში შედის როგორც უგალავნო ქალაქში დემონური ძალები ხა დიდი თემაა აღარ გავაკომენტირებ ამას შედის და გამოდის და ამოძრავებს მათ და თითქმის მართვად ქაოსად აქცევს მათ სულს მართვად ჭყალებში მართვადი ქაოსი ვერ იქნება მაგრამ მაინც მართვად უმართავობად მართვად მარიონეტებად აქცევს მათ რადგან დასაბამიდან ეშმაკი ცოდავს და დიდი ძალა აქვს მაგ სამას მე ძალიან დიდი ძალა აქვს მაგრამ ქრისტიანს და ქრისტესზე დიდი ძალა არავის არ აქვს შეიძლება და ყოველთვის შეუძლია ადამიანს ძალადობა სუფლება არ აქვს დემონს მაგრამ თუ შენ ილოცებ ჯვარს გადასახავ თუ შენ ქრისტეში ხარ იგი განგეშორება და იოანე ღვთისმეტყველს სხვა შორის მისი ეპისტოლეა და გამოუგზავნა ყვინომ გზნეულმა თუ არ ვცდები გამოუგზავნა თუ არ მეხსიერება ამღადადობს გამოუგზავნა დემონი რომელიც დასახშობად გამოუგზავნა მას უცებ მოგვიყვი გამოუგზავნა დემონი დაახჭეს საზესღარი ხა მას უპირობებას ვაკეთებ და რომ მივიდა იგზნო ღვთისმეტყველთან ეხა მისულ დემონს ვერ მიხვდებოდა დიდი რანგის დემონი ის კი არა პატარა ეშმაკულა დიდი დემონი გამოუგზავნა რომელიც დიდი დემონური ძალით იერარქია იქაც ამას დიდი თემაა ადრეც ლექციები მაქვს წაკითხული სადაც დემონური ფსევდომონარქიაში ერთ-ერთი უმაღლესი თავადი დემონი გამოუგზავნა შენ მე ჩემს მოსაკლავად მოხვედიო წადიო ეხლაო და ისეთ ადგილას სადაც შენი ადგილია ჯოჯოხეთში ეხვეწებოდა არ გამიშვა იქ ხო იმიტომ რომ იქ არ უნდა ყოფნა უნდა ადამიანებში ყოფნა და მათში და ვამპირიზაცია და ასე შემდეგ ანუ არ უყვართ იქ ყოფნა სადაც ტარტარობს სადაც გენია
იქ წადიო, სადაც შენი ადგილიაო, შეკრული ხარო შენო და გაუშვა. და ის მივიდა, დაბრუნდა იმასთან, ვინც გაუშვა, იმ კრიმინალ რომელიღაც გზნეული იყო, თუ არ ვცდები, კრიმინალ გზნეული იყო. ეს ვისთან გამიშიო, რა დამმართიო, ეს გამიშოო იმაშიო, სადაც უნდა წავიდეო, ღვთის სახელით. ეს ვისთან გამიშიო, ეს რა დამმართიო, ეს სად გამიშიო, კაცო, ვისთან გამიშიო. იმას ეგონა მივალ დავახჭობ და ვიღაცა ეს ვინ იყო ეს ქრისტეს სახელით გიბრძანე. წადიო და დაემკვიდრე სანაშენი და ეხვეწებოდა იქ ცეცხლში არ გამიშოვა ხო და კარგიო და რაღაცა ეს მიცა ზუსტად წავიკითხოთ მე არის. და ესეთი ამიტომ ჩვენთან რომ მოდის ბოროტის სული ზოგჯერ და გასტუნებს ეს შემოდის შენში და გირებს ცხოვრებას დღისით და ღამით. და გადასახო ჯვარი. წადი შენ ადგილას. წადი იქ სადაც ვინც შენ საიდანაც გამოგიშვეს. არ ვიცი ვინ გამოუშვაო, საიდან გამოსვლა. ინვოლტირება ძალიან გავრცელებულია ჯადოქრობა, ინვოლტირება. ეს ყველაფერი დემონური სულებით ხდება. თქვენ გონიათ ეს ხდება ადამიანის ფსიქიური ენერგიით არა. არის დამხმარე სულები, დემონური სულები, რომელსაც უშვებენ და ისინი თავის მისიას ასრულებენ თუ გავიდა და თუ ადამიანი უზიარებელია, ჯვარი იცის, ასკრისტა იცის და საერთოდ ურწმუნა, მასზე ადვილად გათელავენ, მოსპობენ. იქ დანდობა რა თქვენ მოგონიათ რომ დემონურ ძალას დანდება არის მის დავალებაში შედის სისასტიკე და ცინიკური დაუნდებლობა გახსოვთ თქვენ იყოს წვდიადი როგორ არის ხო წვდიადურ სულიერობას და კბილთა ხრჭენას აძლევს ადამიანს სულიერ კბილთა ხრჭენა ამაში ეს მარტო ფიზიოლოგიური ხრჭენა არ იგულისხმება საშინაოსნოა მდგომარეობაში არის დანდობა იქ არ არის და აბსოლუტური განადგურებაზეა ლაპარაკი ამიტომ უნდა უთხრა გადასახვა და იქ წადი სადაც გამოგზავნეს. იქ გამშორდი და იქ მიდი საიდანაც სადაც შენი ადგილია. და წადი იქ გაათმაგებული იმ ენერგიით და გაათმაგებული იმ ძალით მიუბრუნდი იმას ვინც გამოგიშვა. არ ვიცი ან საიდანაც გამოგიშვა. არ ვიცი შეიძლება პირადად არ ვიცი ვინ გამოგიშვა. მაგრამ შეიძლება რაღაც ზემოქმედებაც იყოს, არ არის გამოიწვია. და ვაი იმას თუ კი ვინმეს გაკეთებულია რამე, იმას თუ დაუბრუნდა ის, იმას ეს შურს იძიებს. იმას ამოადეს ზმარად, იმიტომ რომ თუ ის დაბრუნებული იქნა, ათმაგად ეს კანონი არის. ათმაგი უკანა დარტყმას უძახებს ანუ შებრუნებულ დარტყმას ის და ამაზე ცალკე მეთოდები აქვს, რომ არ მიიღონ დარტყმა, მეხაბრით საკეთებენ სულიერს ასე ვთქვათ. და იქ თუ მივიდა, იმას მოსპობს. ჩვენ ვიცით დანდობა ქრისტიანებთ თუ დემონურმა იერარქიამ დანდობა არის. ეს არის არანაირ შემთხვევაში არ არის სისასტიკის, ცინიზმის, სისასტიკისა და აბსოლუტური, ასე ვთქვათ, სულიერი, სამშინველესობა და სხეულებრივი დაუნდობლობა ვლინდება იქ. ეს დიდი თემა ხაა. ამიტომ ამბობს იოანე ღვთისმეტყველი, ცოდვის ჩამდენი ეშმაკისაგან არის, რადგან დასაბამიდან ეშმაკი ცოდავს. ამისთვის გამოჩნდა ძე ღვთისა ქრისტე. რათა დაერღვია ეშმაკის საქმე, იოანე ღვთისმეტყველი ამბობს. ყოველი ვინც ღვთისაგან არის შობილი არ ჩადის ცოდვას, რადგან მისი თესლი რჩება მასში და არ ძალუც მას შეცოდება. რადგან ღვთისაგან არის შობილი, ასევე გამოჩნდებიან ღვთისშვილები და ეშმაკის შვილები. ყველა ღვთისშვილი კი არ არის, ზოგი ეშმაკის შვილი. ამასაც თვალებში იცნობთ მათ. თვალების გამოსახულებით იცნობთ მათ. განსაკუთრებით თვალებს შორის განსხვავება არის. ანუ თვალებს შორის გამოსახულებას შორის სხვაობა არის. მარჯვენა და მარცხენა თვალს შორის. ეხლა ეს უთრიება ვინმე ჩასაფრებულმა არ დაიხვრიოს ხელს, მაგრამ ეს ცნობილი ფაქტია. გაორებული მზერა აქვთ მათ და გაორებული სულიერი სტანდარტები აქვთ მათ. იმიტომ რომ გაორება ეს ეშმაკის მოგონილია. დუალიზმი. და აქედან მოდის შიზოფრენია და სხვა ფსიქიური შეპყრობილება და დაავადებანი, ეს კიდევ სხვა თემაა. არავინ ვინც არ იქს სიმართლეს, არ არის ღვთისაგან და არც ის, ვისაც თავისი ძმა არ უყვარს. რადგან ეს არის უწყება, რომელიც დასაბამიდან მოისმინეთ, ამბობს იოანე ღვთისმეტყველი. რათა გიყვარდეთ ერთმანეთს, ამის მკურნალობა ხდება ქრისტეს მიერ სიყვარულით. ისე კი არა, როგორც კაენს, რომელიც ბოროტისაგან იყო და მოკლა თავისი ძმა, მერე და რისთვის მოკლა იგი? იმისათვის, რომ მისი საქმენი ბოროტი იყო, ხოლო მისი ძმა მართალი. ნუ გაგიკვირდება ძმებო, თუ ზულხართ სოფელს, ნუ გაგიკვირდებათ ეს ბუნებრივია, რო გიყვარდეთ, რო უყვარდეთ ამ სოფელს, ის არის გასაკვირი. და მახსენდება ერთი ასკეტი შევიდა სადღაც შიოდა და თავის მოცაფესთან ერთად შევიდა, ცნობილი ასკეტი იყო ესე და შევიდა ერთ-ერთ დუქანში შევიდა, შიოდა, სხვა არაფერი საჭმელის შანსი არ იყო, ეჭამა და შევიდა და
გამოეგება პირველად გამოეგება ასე ვთქვათ დირექტორი იმის იმ დუქნის და რა მოგართვა და რა ეს გავიდა მე რამჭი დაიხედა რამჭის როგორც შეხედა მე პირველად ჩემთან რატომ მოვიდაო პირველად ჩემთან რატომ მომაქციო ყურადღებაო მეო ანუ რატო გამოიჩინა ჩემთან ესეთი პატივია და განერიდა წავიდა შეერი დარჩა და გავიდა ანუ ის კი არა მე პირველ ადგილზე დავჯდე მე ჩემი სიტყვა პირველი იყოს და ესეთი მრისხანე თვალებით და ესეთი რაღაც ციფრული მზერით ვიყურებოდი რაღაც წერტილოვანი მზერით და იმითი მენტორული მზერით ვიყურებოდი და შენიშვნებს ვიძლეოდი არა ის გავიდა იმიტომ რომ მე რატომ მომაქციო საერთოდ ყურადღებაო მე რაღაცა ბოლოს თუ რაღაცა მოეგდო ჩემთვის რაღაცაო და მე პირველი მომბრძანდი და პირველ ადგილას დავყოლდა ანუ ესე იგი ჩემში რაღაცა ამპარტავნება არის რაღაცა ისეთი აურა არის ჩემში რაც ისეთი სულიერი ატმოსფერო არისო რომ მე ამით მისი ყურადღება მივიფყარებ ესე იგი არ არის ეს კარგიო ეს ეხლა ისე გამახსენდა რისთვის მოკლავ ძმაო იმისათვის კი არა რომ და იმისათვის რომ მისი საქმენი ბოროტი იყო ხოლო მისი ძმისა მართალი ნუ გაგიკვირდება ძმებო თუ ზულხართ სოფელს რადგან ვიცით ჩვენ რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით რადგან გვიყვარს ძმები ვისაც არ უყვარს სიკვდილში რჩება ყოველი ვისაც ზულს თავისი ძმა კაცის კვლელია ხოლო თქვენ იცით რომ არც ერთ კაცის კვლელში არ რჩება საუკუნო სიცოცხლე ანუ სიძულვილი თუ აქ ადამიანს ის უკვე დამარცხებულია შენ მაინც არ უნდა გძულდეს შენი მტრები შენ უნდა უბრალოდ მოძულეთა მაჯრობელთა ჩვენთან შენ უნდა გადასახო ჯვარი იპატიებია სულგძელობით თქვა სიძულვილი არ უნდა კონდეს იყო დამკვირვებელი არ უნდა იყო ამ შემთხვევაში ცენტრში მოვლენების განერიდა ოდეს საქმეს აღასრულებ გვერდზე განერიდა და დადექი შეხედე თავი დამკვირვებელი იყო იმას ისეთი ენერგია აქვს მადლს ის მადლი თავის მოქმედებას თავის წრებრუნებას შეასრულებს და რაც საჭიროა იმას მიხედავს და მოინელებს აქვს თავისი ძალა ხომ შენ იყავი დამკვირვებელი იყავი შენ არ იყო არ გინდა ნუ იქნები მაინდა-მაინც სამართლიანი მსაჯულის ფუნქციის შემსრულებელი არ გინდა იყავი დამკვირვებელი განერიდე პავლე მოციქული ქრისტეს მიერ ცხოვრების შესახებ ამბობს კოლოსელთა მიმართ ეპისტოლეში მოახდინეთ თქვენ ამ ქვეყნიერი ასოები სიძვა უმანკოება უწმინდურება ვნება ბოროტი გულისხმა და ანგარება რაც კერპსახურება ყველაზე დიდი ცოდვაა პირველი მეორეც ცედება გახსოვთ არა მოიღო თავის შესაძლებელი მე ვარ უფალი ღმერთის შენი და არა მოიღო თავის შესაძლებელი კერპი არცა ყოველადე მსგავსი არ მოიყო არანაირი თაყვანისზე ერთ ღმერთს მამას ზეზას სული წმინდას სიძვა უწმინდურება ნება ბოროტი გულისხმა და ანგარება არც კერპსახურება რომელთა გამოც ღმრთის რისხვა მოდის ურჩობის შვილებზე რომელთა შორისაც თქვენ დადიოდით ძველად სანამ მოიქცეოთ როცა მათ შორის ცხოვრობთ ხოლო კი ახლა განეშორეთ ყოველივე ეს რისხვა მძვინვარება ბოროტება გმობა თქვენს ბაგეთა ბილწსიტყვაობა ნუ ეცროებით ერთმანეთს რადგან შემოძარცული გაქვთ ძველი ადამიანი გავიდა შემოძარცული მოხდა და მისი საქმეებით ვართ და შეგიმოსცავთ ახალი რომელიც განახლებულია ცოდვით მისი შემოქმედის ხატისამებრ რადგან სადაც არ არის არც ბრძენი არც იუდეველი არც წინადაცვეთა არც წინადაუცვეთელობა არ არის ბარბაროზის სკვითი მონა და თავისუფალი არამედ ქრისტეა ყოველივე და ყოველივეში ამგვარად როგორც ღმრთის ჩვეულება წმინდება და საყვარლება შეიმოსეთ მოწყალება სახიერება ხედავთ როგორი სიტყვებია თამდაბლობა თითოს ტომი დაეწერება თითოს სიტყვას თამდაბლობა სიმშვიდე სულგძელობა შეიწყენეთ ერთმანეთი გიყვარდეთ არ ხომ თორე ერთმანეთის განკითხვასა და ერთმანეთის ნაკლის ძიებაში კი არ იყავით ღმერთო როგორც ერთ-ერთი ლოცვა ბერული ლოცვა არის ყველა შორის სულიერი ლოცვა ჩემი გადარჩენის მაძიებელო ეს ანუ მიზეზი ის რომ რამეში გიპოვოს მიზეზი ღმერთმა ის კი არა რომ გამოგიჭიროს და ცოდვაში აი შენ ცოდვაში ჩავარდი ეხლა მე შენ ახლა რა გიქნა ამაში გამოჭერა კი არა ჩემი გადარჩენის
მაძიებელო, ჩემი გამართლების მაძიებელო, ესეთი საოცარი ლოცვა, ერთ-ერთი ლოცვა, დიდი ლოცვა ძველი. შეისყნერთ ერთმანეთს და მიუტევეთ ერთმანეთს თუ ვინმესგან რაიმე სადაო აქვს ვინმეს, როგორც ქრისტემ მოგიტევათ, ასევე თქვენც ყოველივე ამას დაურთეთ სიყვარული, რაც სრულქმნილების კავშირია, განაგებდეს თქვენს გულებში ქრისტეს მშვიდობა, რომლისკენაც მოწოდებულნი ხართ ერთხეულად იყავით მადლიერნი, უმადური ადამიანი დღეს ხვალმოღალატეა და გამყიდველი და გაღწირავს და ზურგს შეგაქცევს. მადლიერნი იყავით ღვთისა და მოძღვრისა და მოყვასისა, დისა და ძმისა. უმადური და ბოღმა თავისი არარაობის ფონზე, თავისი სოდვის შენი ნაკლით გამართლებას ცდილობს და ნაკლო ვინა ვართ ეხლა რაღაცა ნაკლი ყველას მოეძებნება. ამიტომ ლეგალიზებას თავისი გამყიდველობისა და მის გამართლებას შენი ნაკლით ცდილობს და შენი ნაკლზე თუ შენს სისუსტეზე, შენს სიყვარულზე ფეხის გათელვის და დადგომით ამის ფონზე ცდილობს თავის ამაღლებას, რაც მისი ჯოჯოხეთური მდგომარეობის დამადასტურებელი და ქვესკილში ჩამგდები არის. იმიტომ რომ ეშმაკის შვილია ესეთი ადამიანი. იყავით მადლიერნი, ქრისტეს სიტყვა უხვად დამკვიდრეს თქვენში, ყოველი სიბრძნით დაარიგეთ ერთმანეთი ფსალმუნებით, სადიდებლებით და სასულიერო საგალობლებით. უგალობდეთ მადლიერებით თქვენს ღმერთს, თქვენს გულებში. ესე უნდა გავაკეთოთ. არამედ უზიარების შემდეგ. საერთოდ რომ ცოცხლები ვართ და საერთოდ ვარსებობთ, არაყოფიერი და ყოფიერში ქრისტემ მოგვიყვანა. ქრისტეს სულ მადლობა, ყველაფრის თავი და ბოლო ქრისტეა. მისთვის შეიქმნა ქვეყნიერება, ქრისტე რომ მოსულიყო, ამიტომ შეიქმნა ყოველივე. ეს არ არის რაღაც ლითონის სიტყვები. იმისთვის რომ მოსულიყო ქრისტე, სახარება მოსულებს, სახარების განგებულება აღსრულება, ამიტომ შეიქმნა ქვეყნიერება და ის რასაც ხედავ. და იქნება მე მეორე ბოსტონიც იქნება. დაარიგეთ ერთმანეთს ფსალმუნებით დიდი სიბრძნეა, ფსალმუნები მარტო ლოცვა არ არის, დიდი სიბრძნეა ფსალმუნებში, ლოცვები არა, მაგრამ ფსალმუნები არის სიბრძნის უშრეტი წყარო. ფსალმუნებით, სადიდებლებით, სასულიერო საგალობლებით, უგალობდეთ მადლიერებით თქვენს ღმერთს, თქვენს გულებში და ყოველივე რასაც თქვენ აკეთებთ სიტყვით თუ საქმით, ყოველივე გააკეთეთ უფალი იესო ქრისტეს სახელით და მადლობდეთ მამა ღმერთს მის მიერ. აი ხა ამას რაღა უნდა დაამატო ამ ეპისტოლეს, ხო, მაგრამ ერთ ვიტყოდი რომ გავძლედეთ ყველანი სარწმუნოებაში, სასწაულში, სიყვარულში და დღეს ეს გჭირდება ჩვენ, აი ეს მოციქულთა სულიერობა, მოციქულთა დარიგება, მოციქულთა ეპისტოლეები, მოციქულთა ეს საოცარი სიტყვები, რაც მათ გადაიტანეს, ჩვენ არც დაგვესიზმრება, რაც მე მილიონედი შეიძლება რაღაც მე მილიონედზე ვიფიქროთ, რაც მათ გადაიტანეს. აღარ ჩამოვთვლი ახლა და ჩვენ არ უნდა დავიწუწუნოთ, მაგრამ ხილად უნდა ვიყოთ, ძლიერად უნდა ვიყოთ, სულიერადაც სამშვენელისეულადაც, ანუ სულიერი, სამშვენელი და სხეულებრივადაც ჯანმრთელობას მოუხდით. მოუხდით ჯანმრთელობას. იმიტომ რომ ჯანმრთელობა თქვენ დაგჭირდება. თქვენს და თქვენს გარშემო მყოფთაც მოუხდით, რომ გაიმარჯვოთ სულიერად. და გამარჯვება აუცილებლად ქრისტესთან ერთად ჩვენთან იქნება. ქრისტე არის ჩვენ შორის.